სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა უფალს დღევანდელი წირვისათვის. დღეს წირვა მიცვალებულთათვის ჩატარდა და ღმერთმა აცხოვნეს მათი სულები და ესე იგი სამოთხის კარი ყველასთვის არის ღია. თავარია რომ ადამიანმა თვითონ გადადგას ღვთისკენ ნაბიჯი. ზოგი პატარაობიდანვე რწმენით ცხოვრობს, ზოგი ცოტა უფრო შემდგომ სიყრმის ასაკში, ზოგი ახალგაზრდობის, ზოგი საერთოდაც მოხუცებული მოდის რწმენაში. არის შემთხვევები, რომ ადამიანი საერთოდ არ ცხოვრობს ეკლესიურად, მაგრამ აი გარდაცვალების წინ ყოფილა შემთხვევები, რომ აი აღსარება უთქვამს, ზიარებულა, შეუნანია თავისი ცხოვრება და ჩვენ გვწამს, რომ ისიც გადარჩება. და ესეც უფლის სიტყვებია, აი ჩვენ თუ სახარებისეული იგავს მე-11 ჟამის მუშაკის შესახებ დავაკვირდებით, იქ ჩანს, რომ ბატონმა დაიქირავა მუშაკები ზოგი დილის 6 საათზე, ზოგი 9-ზე, ზოგი 12-ზე. ეგ ჟამებია მოცემული პირველ ჟამზე, მესამე, მე-6-ე, მე-9 და ზოგი საერთოდ უკანასკნელ ჟამს, მე-11 ჟამს მოვიდა. 1 საათი რომ იყო დარჩენილი შრომისთვის. და პირველ ჟამზე მოსულებს თითო დინარს შეპირდა. რომ იშრომებთო, მოდითო და თითო დინარს მიიღებთ. როდესაც დადგა გასამჯელოს მიღების დრო, მოვიდნენ უკანასკნელ ჟამს მოსულები, რომლებმაც 1 საათი იშრომეს. სხვებმა ზოგმა 12, ზოგმა 9, ზოგმა 6 და ასე შემდეგ. უკანასკნელ ჟამზე მოსულებმა თქვენიცით რომ მიიღეს თითო დინარი. ახლა პირველ ჟამზე მოსულები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ალბათ უფრო მეტს მოგცემს. მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს და ამის შემდეგ მათ გამოხატეს უკმაყოფილება, რომ როგორ ჩვენ მთელი დღის სიმძიმე და სიცხე ვიტვირთეთო და რატო გაგვათანაბრევ მათთან, ვინც 1 საათი იშრომო. აქ საუბარი რაზეა, რომ აი რაც თქვით უკვე, ვიღაცა ბოლოს მოდის რწმენაში და ვიღაცა თავიდანვე მოდის, მშობლები ყავს მორწმუნე სიტყვაზე, თავიდანვე მონათლავენ, ეკლესიურად ცხოვრობს, აზიარებენ. მაგრამ ის, ვინც ასე მოდის თავიდანვე რწმენით, ის ვერ იტყვის, რომ ვიღაც რომ მოხუცებული მოვიდა რწმენაში, ეხლა რომ მოექცა, ვერ იტყვის, რომ ის რატო უნდა ცხონდეს, რომელმაც მთელი ცხოვრება უღმერთოდ გაატარა და მე რომელმაც მთელი ცხოვრება ქრისტეს ერთგულებით გავატარა და ვიტვირთე მთელი ამ ცხოვრების სიმძიმე და განსაცდელების სიცხე. ვერ იტყვის ადამიანი. თავარი აქ რა არის, რომ როდესაც ჩვენ უფალი მოგვიწოდებს, აი იმ დღიდან, მიუხედავად იმისა, რა ასაკში ვართ ჩვენ, იმ დღიდან ბოლო ამოსუნთქვის ჩათვლით ღვთის მადიდებელი ვიყოთ და მონანული ვიყოთ ჩვენი ცოდვების. აი ეს არის ჩვენი გადამრჩენი. როგორ წმინდათაც არ უნდა იცხოვროს ადამიანი, ვერასოდეს ვერ დადგება მისთვის დრო, რომ ის ქრისტეს გარეშე შეიძლება რომ გადასცეს. იმიტომ რომ ჩვენი მაცხოვარი არის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ, როგორც შეგვიძლია, მაგრამ ეს კი არ გვაცხოვნებს ჩვენ, არამედ ქრისტე გვაცხოვნებს. მაგრამ ეხლა ადამიანი იტყვის, მაშინ რა საჭიროა იმ ყველაფრის კეთება, რასაც ადამიანი აკეთებს, საეკლესიო ენაზე იღწვის. საჭირო ისაა, რომ ჩვენი სურვილი ამაში გამოიხატება. ღმერთს უნდა ადამიანის ცხონება, მაგრამ ჩვენი სურვილიც უნდა ჩანდეს. სურვილი არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით უნდა ჩანდეს, რომ ადამიანი ეშმაკს განეშორება და ქრისტეს ერთგულებით უნდა რომ იცხოვროს. იმიტომ რომ სასუფეველი სწორედ ის არის, უფალთან ერთად ყოფნა არის სასუფეველი. და ამიტომაც აი ჩვენ არასოდეს არავინ არ უნდა განვიკითხოთ, როგორც ცოდვაშიც არ უნდა იყოს. ვინ იცის, იქნებ ღმერთმა მას ჯერ არ მოუწოდა. ღმერთმა იცის თვითონ ვის როდის მოუწოდეს და
მას რომ მოუწოდებს, შეიძლება ის წინ იდგეს სასუფეველის გზაზე, ვიდრე ჩვენ, რომლებმაც შეიძლება წლები ეკლესიურად ვიცხოვროთ. ამიტომ ეგეც არავინ არ იცის. ახლა მაშინ, როდესაც იუდა სასწაულებს აღასრულებდა და ადამიანებს კურნავდა, მაშინ ის ავაზაკი, რომელიც შემდგომ ქრისტეს მარჯვნივ იყო ჯვარცმული, ავაზაკობდა, იპარავდა, კლავდა თუ ათასგვარ უბედურებას ჩადიოდა. მაგრამ საბოლოო ჯამში ის გადარჩა, ცხონდა და იუდა კიდევ თავისი ვერცხლის მოყარეობით დაიღუპა. ამიტომ წინასწარ ვერავიზე ვერაფერს ვერ იტყვი, ვერც საკუთარ თავზე. იმიტომ რომ ჩვენი გარდაცვალებაც გაურკვეველია, რა მდგომარეობით ვიქნებით, რა სულიერი მდგომარეობით ვიქნებით ამ დროს. ამიტომაც ყოველდღიურად სიფრთხილით და კრძალვით და ღვთისმოშიშებით უნდა აღასრულოს ქრისტიანმა თავისი ცხოვრება და როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს, დასაბამი სიბრძნისა არის შიში ღვთისა. თუ ადამიანი ღვთისმოშიშებით ცხოვრობს, ასე ატარებს ცხოვრებას, ის სიბრძნესაც შეიძენს. და თუ ადამიანში არ არის შიში ღვთისა, მაშინ მან ბევრი უგუნური რამ შეიძლება ჩაიგდეს. ღმერთმა არცხოვნეს ჩვენი მიცვალებულები და ღმერთმა ლოცვის ძალა მოგცეთ, რომ ყოველთვის ჩვენ ყველას მოგცეს ლოცვის ძალა, რომ ჩვენი მიცვალებულები ჩვენგან ლოცვას ელიან, რომ ჩვენ ღმერთს შევავედროთ მათი უკვდავი სულები. ჩვენთან არის ღმერთი.